27 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთია, სადაც აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ. დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა. ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს საგამოცდო ცენტრის სტატუსით უკვე მე-9 მასპინძლობს. ტრადიცია წელსაც არ დაიყო და სესია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრთან დილიდანვე შეიკრიბნენ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის გაღების შემდეგ აბიტურიენტებმა სარეგისტრაციო მაგიდებს მიაშურეს და თავი დააფიქსირეს. მიუხედავად მღელვარებისა, ახალგაზრდები თავდაჯერებული ჩანდნენ. ჯერჯერობით არ ნერვიულობ და კარგად ვარ მომზადებული და ვფიქრობ, რომ კარგად ჩავაბარებ ამ გამოცდას. ვფიქრობ, რავი, საკმაოდ ვარ მომზადებული და ნახოთ რა გამოვაქვს მერთი წყალობით, ველოდები რომ კარგი შედეგი მექნება. ავარებ ჯავახიშვილში სოციოლოგიაზე. ახლა შევდივარ და ღელავ რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი გამოცდაა და ღელავ, მაგრამ არც ის ერთული არ იქნება, დარწმუნებული ვარ. დაძლევადი იქნება და იმედია კარგულებსაც მივიღებ, მომზადებული ვარ, რაც ვთავარი. რავი, შეძლების დაგვარად კარგად ვარ მომზადებული და ღვთისმწყალობით ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ მშობლები. ძალიან ვღელავთ როგორც თვითონ, ასევე მეც როგორც მშობელი და რა წარმატების იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომზადებულიც არის. მომზადებული ნამდვილად არის როგორ არა. და რა ვიცი, ალბათ წარმატებებს მიაღწევს ყველა, ვინც არის აქ ჩამოსული. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის რეგისტრაცია დილის 8 საათიდან, საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყო. როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა გითხრა, დილის სესიამ 7 გარემოში წარიმართა. მეორე სესია მიმდინარეობს ქართული ენასა და ლიტერატურაში, უნდა მოვიდეს 180 აბიტურიენტი. დილის სესიაზეც 180 იყო რეგისტრირებული, 3 აბიტურიენტი არ მოვიდა. და პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდა, არ ყოფილა რანაირი დარღვევა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისიდან 17 ივლისამდე გასტანს. აბიტურიენტებს მინიმუმ 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აბიტურიენტები დაახლოებით 1 თვეში გაიგებენ. მანამდე კი მათ წინ ზოგადი უნარების გამოცდა ელით.